დიდი ცის შტატი, მონტანის არაოფიციალური სახელწოდება და მართლაც თუ შორს გაიხედავ, თითქოს და ღრუბლები მიწაზე ძევს. ერთ-ერთ ყველაზე დიდ შტატში ძალიან ცოტა ადამიანი ცხოვრობს. სამაგიეროდ ყველაზე ბევრი დათვი გრიზლი ბინადრობს. ასევე, მონტანაში ხშირად ხუმრობენ, რომ ყოველ ადგილობრივზე 3 ძროხა მოდის. ეს მხოლოდ ნაწილობრივ არის ხუმრობა. მონტანა ესპანურად მთიანს ნიშნავს, თუმცა მიწის უმეტესი ნაწილი არის ვაკე, უკიდეგანო საძოვრები და მინდვრები. სიუზან და რემი მეტკალფები მეხუთე თაობის ფერმერები არიან. მათ ორს ჰყავთ 350 ძროხა და 15 ცხენი. მონტანის მცხოვრების მთავარი საქმიანობაა მეურნეობა. გამარჯობა, მე მქვია დარია. გვიხარია თქვენი ნახვა, მე სიუზანი ვარ. მე კი რემი. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. ვიღებთ ბალახს და ხორცად გადავაქცევთ. ასე ვშოულობთ სარჩოს. სიუზანას და რემის დღე განთიადზე იწყება. ხშირად საუზმის გარეშე და საღამოს 11-ისკენ სრულდება, როდესაც ზოგჯერ პირველად ახერხებენ წახემსებას. სახლი მინდორის სახლი. ასეთია მათი ცხოვრება უკვე 30 წელია. მიწა, რომელზეც დგავართ თქვენია? დიახ. კიდევ სადამდე გრძელდება? ამ ადგილიდან კიდევ რამდენიმე კილომეტრი. მაგრამ სხვა ნაკვეთებიც მაქვს. ჯერ კიდევ 30 წლის წინ ეს ფართობი მხოლოდ ძროხების საძოვარი იყო, მაგრამ უეცრად დიდი ცის შტატში ყველაზე დიდი სიამოვნება მიწა გახდა. ფერმერები უმალვე მილიონრებად გადაიქცნენ. ამ ადგილებში საშუალო ზომის რანჩო ახლა $3 მილიონ ღირს. მახსოვს, როდესაც ფასებმა შეძლიერ პირველად მოიმატა ეს 90-იანი წლების ბოლოს იყო. მას შემდეგ მუდამ იზრდება. ყველაფრის მიტოვება და მონტანაში კომბოსტოს მოსაყვანად წასვლა ან ძროხის მოშენება კვლავაც შეიძლება, მაგრამ სქელი საფულით. ფერმერობა მოდაშია. ამერიკელები, მილიონერები ვილებს და ცათამბჯენებს რანჩოსა და ველური დასავლეთის რომანტიკის გამოტოვებენ. ცნობილმა კომიკოსმა დევიდ ლეტერმანმა რანჩო ეროვნული პარკის მახლობლად იყიდა. ერთხელ მის სახლში დათვი შეძრა. ლეტერმანის სახლში მივიდა დათვი კი ატამს ჭამს და ვისკის ზომს. ჩვენთანაც მოვიდა ერთხელ დათვი. ძაღლის საკვები სრულად შეჭამა. დათვებზე ლეგენდები ჩამოსულებისთვის. სახლის მიშენებაც სიუზენი და რემი მას მწვანე ტურიზმის მოყვარულებზე აქირავებენ. ცხენები მინდორში აღარ მუშაობენ. ახლა სტუმრების და შვილიშვილების გასართობად არიან. რატომ არ იძურება? გთხოვ, წამოდი. უბრალოდ ჩემში ავტორიტეტს არ აღიარებს. 21 საუკუნის კოვბოიმ ცხენიდან კვადროციკლზე გადაინაცვლა. რემი საქონელს საწარმოში ყიდის. ჩივის ფასებზე, გადამყიდველებზე და მსოფლიო ბაზრის ფასებზე. მონიტორი საფონდო ბირჟის მონაცემებით თანამედროვე ფერმერების წარმატებისთვის უფრო მეც ნიშნავს, ვიდრე მზე, ნალექი და ბალახის ხარისხი. საქონელს 9 კილოგრამს 75 ცენტად ვყიდი. შეიძლება შევადაროთ მაღაზიაში ან რესტორანში სტეიკის ღირებულებას. ყველაფერი გადამყიდველებს მიაქვთ. მათი დანამატია 400%. ამ ბიზნესში მუშაობისთვის ის უნდა გიყვარდეს. ფულის თვალსაზრისით დახარჯული ძალის ტოლფასი არასდროს იქნება. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერს გაყიდი. მაგრამ ამას რემი და სიუზანი არ აკეთებენ. თუნდაც მილიონებისთვის, რომელიც მათი მიწა ღირს. ოჯახში ფერმერების ახალი თაობა იზრდება. ამასთან მინდორში მუშაობის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ. დილას ადგომა და მუშაობა რომ არ მიხდებოდეს, მაშინ შევიშლებოდი. ადვილი არ არის, მაგრამ არაფერს ვნანობ. მე და სიუზანი უკვე 36 წელია დაქორწინებულები ვართ. დღეში 10 წუთი ვხედავთ ერთმანეთს. შიშობ დღემდე არ ვიცით ერთმანეთს ვეწყობით თუ არა. მონტანაში მძიმე სამუშაოსი არ ეშინიათ. ხუმრობენ ხოლმე, თუ წელში გაწყვეტა მოგელის, მაშინ ამას ხელს მოვკიდებთ. შტატში მასიური გადასახლება მე-19 საუკუნის მიწურულს დაიწყო. ოქროს მოსაპოვებლად მიდიოდნენ, რომელიც არც ისე ბევრი აღმოჩნდა, თუმცა ვერცხლი, სპილენძი და ნახშირი მაინც იპოვეს.
მონტანის ყველა კუთხეში შეიძლება ამგვარი მიტოვებული აჩრდილი მაღაროების ნახვა, მაგრამ სმიტის სახელობის ეს მაღარო განსაკუთრებულია. 1953 წლის თებერვალში შტატის ნახშირის წარმოების ისტორიაში აქ ყველაზე საშინელი კატასტროფა მოხდა. მეთანის აფეთქების შედეგად 74 ადამიანი დაიღუპა. მაღალმა ავარიულობამ და გასული საუკუნის 20-იან წლებში აშშ-ში დიდი დეპრესიის მიერ გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა მაღაროების დახურვა გამოიწვია. ამჟამად სამთო-მოპოვება შტატის ეკონომიკაში მხოლოდ მცირედი წილი უკავია. ლიდერობს სოფლის მეურნეობა და ტურიზმი. ტურისტების საყვარელი დათვი სემი კამერების ქვეშ პატივის წრეს ასრულებს. ზოოპარკს გავს, მაგრამ ერთი შეხედვით. იელოუსტოუნის ეროვნული პარკის დათვების კვლევის ცენტრში მონტანის მთავარი სიმბოლო გრიზლი არამხოლოდ სეირნობს, ამასთან მუშაობს კიდეც. საქონელს დათვების წინააღმდეგ სიმტკიცეზე ვცდით. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ სხვადასხვა სათავსო დათვებს აღარ მიიზიდავს, რითაც დათვი ქალაქში აღარ შევა და თავს საფრთხეში აღარ ჩაიგდებს. მაგალითად ეზოში ნაგვის უგნა. გინდა დარწმუნებული იყო, რომ თუ დათვი სუნს იგრძნობს, არ მოვა და მას არ გახსნის. ჯონის ცდა მარტივია. თუ სათავსო დათვთან 60 წუთს გაძლებს, მაშინ სერტიფიკატი ენიჭება. დათვგამძლე. ამ დათვების უმეტესობა ობოლია. ცენტრის თანამშრომლებმა მონტანის ტყეში ისინი ჯერ კიდევ ბელობის დროს იპოვეს და გადაარჩინეს. რაც შეიძლება ველურ პირობებში ყავს. გვინდა რომ საკვები თავად მოიპოვონ და თევზი თავად დაიჭირონ. ამიტომაც ტბორში თევზს ვუშვებთ. ქვებში გემრიელობებს ვტოვებთ, რათა დაძებნონ და საკვები იპოვონ, როგორც ნამდვილ ტყეში. ჯონის მთავარი იდეაა დათვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. იკვლევს გრიზლის და ტურისტებს ველურ ბუნებაში ქცევის წესებს ასწავლის. თუ ტყეში დათვი შეგხვდება, მოვლენების განვითარების ორი შესაძლო ვარიანტია. პირველში ცხოველი დაიკრიჭება და ღრენას დაიწყებს. მეორეში კი ბუჩქიდან დაგაკვირდება. და რაც ყველაზე საინტერესოა, ნამდვილ საფრთხეს ზუსტად რომ მეორე დათვი წარმოადგენს, რომელიც თითქოს და უბრალოდ გაკვირდება. სინამდვილეში კი უკვე შენზე ნადირობს, რა დროსაც აგრესიული დათვი სინამდვილეში თავს იცავს. დათვის საწინააღმდეგო სპრეი. შემადგენლობაში წიწაკა შედის. ამიტომაც შესხურებისას ცხარე საკვების სურნელი ტრიალებს. თავდაპირველად სუნის სასიამოვნოა. დათვს ძალიან კარგი ყნოსვა აქვს, მაგრამ როდესაც ამ სპრეის შეიყნოსავს, სუნთქვა უჭირს და გარბის. დათვის საწინააღმდეგო სპრეი მონტანაში ყველგან იყიდება და ყოველთვის ხელქვეშ აქვს დოტ უორსაც, აშშ-ს სატყეო სამსახურის ინჟინერს. თუმცა ერთ შაბათ დილას დაცვის ეს საშუალებაც არასაკმარისი აღმოჩნდა. ახლა ნაჩვენები იქნება ფოტოები, რომელიც შეიძლება მაყურებლისთვის ემოციურად მძიმე იყოს. პირველივე კბენაზე ძვალი დამიმტვრია და ხორცის ნაწილების დახვვრა დაიწყო. ყველაფერი გამიშეშდა, ტკივილისაგან დავიყვირა, რამაც დათვი უფრო გააცოფა. უბრალოდ მწევდა და მიწაზე მახეთქებდა, ალბათ 25 ჯერ. ფიქრობდი, რომ ყველაფერი დასრულდა. ვცდილობდი კრინტიც არ დამეძრა და ჩემთვის ვიმეორებდი, რომ ის წავა. დათვთან შეხვედრა მრავალთვიანი რეაბილიტაციით დასრულდა და ტოდი აღიარებს, რომ დღემდე ტყეში სიარულის დროს შფოთავს. მონტანა ის შტატია, სადაც მრავალი ველური ცხოველია. ხალხი ბიზონის მოსაფარებლად ან ხარირემზე შესახებად ჩამოდის. ჰგონიათ, რომ აგერ დგას, როგორც ზოოპარკში. ეს ასე არ არის. თუ ცხოველი საფრთხეს იგრძნობს, შეიძლება თავს დაგესხას, აგედევნოს. აქ ცხოველების ნახვა კი შეიძლება, მაგრამ თავის შორს უნდა გეჭიროს. ხოლო დათვებზე თვალთვალი მონტანაში კარგ ტონად ითვლება. ფარული კამერები სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა განათავსეს და გრიზლისთვის წინასწარ სავარცხელი და ნუგბარი დატოვეს. სავარცხელს ეხახუნება და ბეწვის ნიმუშს გვაძლევს. ასეულობით სხვადასხვა ცხოველს ვიკვლევთ და შეგვიძლია 100-მდე დნმ-ის განსაზღვრა. ნიმუშს მაძლევთ, მე კი შემიძლია ზუსტად გითხრათ მაგალითად ამ დათვის შესახებ. კრისტინს ცხოველის ასაკის, სქესის და გადაადგილების დადგენაც შეუძლია. მკაცრ სამეცნიერო გაანგარიშებას ზოგჯერ ძალზედ რომანტიკულ აღმოჩენამდე მიყავხარ. ერთხელ მამრ პუმას ვაკვირდებოდით, რომელიც პირველად სამხრეთ დაკოტაში აღნიშნეთ. შემდგომ გზას გაუდგა და ნახევარი ქვეყანა გაიარა პენსილვანიამდე.
ფიქრობთ, რომ სავარაუდოდ მდედრს ეძებდა, რისთვისაც 2000 კილომეტრზე მეტი გადალახა. პატარა ქალაქ მისულაში, სადაც ხედი შტატის მთიან სახელწოდებას სრულად ამართლებს, უნიკალური ლაბორატორია მაიკლ შვარცმა დააარსა. აღმოსავლეთ სანაპიროზე გაიზარდა, აშშ-ის დედაქალაქში ცხოვრობდა და სწავლობდა, მაგრამ ოცნების ასახდენად მონტანა აირჩია. ბავშვობიდან ბუნებაში ბევრ დროს ვატარებდი. მაინტერესებდა ნადირობა, თევზაობა, ხოლო მეცნიერებისადმი სიყვარული ბაბუამ ჩამინერგა, რომელიც ასევე მეცნიერი იყო. ხშირად ვფიქრობდი, როგორ დავდგმეთ ბუნებით ისე, რომ შევინარჩუნოთ. სანამ ერთხელ არ გავაცნობიერე, რომ მინდა უხილავის ხილვა და დნმ ამგვარ შესაძლებლობას იძლევა. სახეობების შესწავლა, რომლის დანახვა ტექნოლოგიის გარეშე შეუძლებელია. ასე გავხდი გენეტიკოსი. რასაც მაიკლი აკეთებს, წარმოუდგენლად გვეჩვენება. თის ნაკადულიდან წყლის უდიდეს მოცულობაში თევზის ერთადერთ უჯრედს ეძებს. წყალსატევის ბინადართა მონაცემები გადაშენების პირას არსებული სახეობების შენარჩუნებაში დაეხმარება. კალმახზე ძლიერ ვღელავთ. ამ წყალში მისი სხვანაირ სახეობა დაბინავდა, რომელიც უფრო დიდი და სწრაფია და ადგილობრივ სახეობებს სივრცეს ართმევს. ჩვენი დავალებაა წყლის ნიმუშის აღება და გარკვევა იმისა, არიან თუ არა აქ უცხოები. გინდა სცადო? რა თქმა უნდა, ჩართე ტუმბო. აშშ-ის სატყეო სამსახურს ტყის გადარჩენაში ვეხმარებით. მონტანის მცხოვრებთა საყვარელი საქმიანობაა ლაშქრობა. პარასკევის საღამოს დამახასიათებელი ადგილობრივის ზურგზე დიდი ჩანთა ჩნდება, რაც მიანიშნებს იმას, რომ წინ ურდღიანი მოგზაურობა ელის. კარავში დაძინება და კოცონთან საუბარი. მეგაპოლისის მიტოვება და ტყეში წასვლა. უბრალოდ ლეგენდა არ არის. ოდესღაც ჯილ რობერტსმა გარისკა და ნიუ-იორკის დაპყრობა გადაწყვიტა. მუშაობა მიმტანად დაიწყო და ღვინის წარმოების ოსტატი გახდა. დიდ ქალაქში 16 წელი სომელიად მუშაობის შემდეგ ჯილი მონტანის დედაქალაქ ჰელენაში შინ დაბრუნდა. 30,000 ადგილობრივი ნიუ-იორკში 8 მილიონის წინააღმდეგ და ლუდსახარში სიმრავლე. მისი საქმიანობისთვის უფრო მეტად შეუსაბამო ადგილს ალბათ ვერც იპოვიდით, მაგრამ ჯილმა მეორეჯერაც გარისკა. როდესაც ნიუ-იორკიდან დავბრუნდი, მიხვდი, რომ ჰელენაში მოთხოვნა არის, მაგრამ შეთავაზება ძალზე დაკლია. მხოლოდ ადგილობრივი ღვინო. ვიფიქრე, იქნება ჩამოვიტანო ღვინო ავსტრიიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან და საქართველოდან. ღვინის ჯიხური, ჰორტონ ვაინ შოუ, ჯილიმ დეიდასთან ერთად გახსნა. კალინი უძრავი ქონების ოფისში ბუღალტრად მუშაობდა და უმალვე საქმიანობის ფულად მხარეს მოკიდა ხელი. ვალდებულებები თავიდანვე ნათელი იყო. მიყვარს ღვინო, მაგრამ გაგებაში არ ვარ როგორ ავარჩიო. ჩვენს ქუჩაზე თითქმის ყველა ბიზნესი ქალებს ეკუთვნით. ფიქრობ, მეწარმეობაში მრავალი სასარგებლო თვისება შემოგვაქვს. ურთიერთობაში მსუბუქები ვართ, ხალხის ამოკითხვა შეგვიძლია. ემოციურები კი ვართ, მაგრამ სითბო მოგვაქვს. სულ რაღაც ერთ წელიწადში ღვინის ჯიხური შეხვედრების ყველაზე პოპულარული ადგილი გახდა. ირონიულია ის, რომ მშობლიურ ჰელენაში ჯილის რესტორნის წარმატების შესახებ ნიუ-იორკის მთავარმა ფინანსურმა გამოცემამ დაწერა Wall Street Journal-ში. შინ კედლებიც გეხმარება, დარწმუნებულია ჯილი, რომლის ღვინის ჯიხურების მოპირდაპირე მხარეს ბარი მდებარეობს, სადაც ოდესღაც მამამისი სვამდა ხოლმე. მისი ბედნიერების რეცეპტია ოჯახი, საყვარელი ღვინო და მთები. არის მცდარი მოსაზრება. იმისთვის, რომ მონტანაში ლამაზი ბუნება ნახო, საჭიროა პარკში წასვლა. ეს ასე არ არის. შემიძლია მეზობელ ტყეში ლაშქრობაზე წავიდე, რაც დაუვიწყარი იქნება. თუმცა პარკების სილამაზე არ შეიძლება რომ კადრს მიღმა დარჩეს. შტატის ჩრდილოეთში კონტინენტის გვირგვინი მდებარეობს. ასე უწოდებენ ეროვნულ ნაკრძალს გლეიშერს. აქ მოდიან მყინვარების სანახავად. ზაფხულის სიცხეშიც კი პარკის მთების ფერდობებზე თოვლიდევს. ასეთია ივლისის თოვლი, როგორ შენარჩუნდა 30 გრადუსიან სიცხეში, სრულად გაუგებარია. ზუსტად ასევე უცნობია თუ კიდევ რამდენი ხანი გაძლებს, მაგრამ ჯერჯერობით ტურისტებს შეუძლიათ გუნდაობა და მთიდან ჩამოსრიგელება. პარკის ფართობია 4000 კვადრატული კილომეტრი. იმდენად დიდია, რომ შიგნით კიდევ ერთი პარკისთვის მოინახა ადგილი, მშვიდობის საერთაშორისო პარკისთვის, რომელიც აშშ-მ და კანადამ საერთო საზღვარზე შექმნეს, განუმეორებელი ლანდშაფტის შესანარჩუნებლად. ყოველ წელს აქ 3 მილიონზე მეტი ტურისტი ჩამოდის. ჩამოდიან მყინვარების, დათვების სანახავად და უბრალოდ ოჯახებთან ერთად დროის გასატარებლად. აქ ნებისმიერი გემოვნებისთვის არის გართობა. ჯირითი, ტბაში ცურვა, ლაშქრობა. ბილიკების 1000-ზე მეტი კილომეტრი გვაქვს. პარკის ყველა თანამშრომელს რეინჯერს ეძახიან. მათ შორის მეცნიერები, ადმინისტრაციული მუშაკი და რა თქმა უნდა დაცვის სამსახური. გლეიშერში ისევე როგორც მონტანაში ყველგან ტურისტებს ველური ბუნებისგან იცავენ, ხოლო ბუნებას ტურისტებისგან.
შემთხვევა გვქონდა, როდესაც დათვი პიკნიკის ზონაში მივიდა და ტურისტებს საჭმელი წაართვა, მაგრამ ეს იშვიათობაა. ამას ვეძახით საკვებზე მიზანმიმართული დათვი. ესე იგი, ვიღაცა მოდეზღაც მას უკვე აჭამა და ახლა გრიზლი დარწმუნებულია, რომ ეს ნორმალურია. პარკის მთავარ ტურისტულ მარშრუტზე ამომავალი მზის გზაზე დათვებს ვერ ნახავ, თუმცა მაინც ძლიერი ნერვებია საჭირო. ხრამები გულს ააჩქარებს. 40 კილომეტრი უღელტეხილით ნამდვილი გამოცდა. სამაგიეროდ ახლა დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოფლიოში ყველაზე ლამაზი სამთო გზა ვნახეთ. გლეიშერში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პოპულარული ტენდენციაა წყლის ტური. ბენ ლამბერჯეკი აქ ჯერ კიდევ ბავშვობაში ჩამოდიოდა და ოცნებობდა, რომ ოდესმე კაპიტანი გახდებოდა. და უკვე მეორე ზაფხულია აქ ვარ. მიხარია, რომ მრავალ სურს ნავით გასეირნება. ყველა ნავი ძალიან ძველია. პარკის დაფუძნებიდან დაცურავენ. მაგალითად, ეს 1926 წელს არის აგებული. თუმცა გლეიშერში დრო ყოველთვის მარგი არ არის. სულ რაღაც ნახევარ საუკუნეში მყინვარების მოცულობა 80%-ზე მეტად შემცირდა. მეცნიერების ყველაზე ოპტიმისტური შეფასებით ბუნების სასწაული 30 წელსში გადნება. მყინვარი მონტანის ბუნების მთავარი ეგზოტიკა, ხოლო მთავარი კერძი ბიზონისაგან მზადდება. ქალაქ მისულში, ქუჩის საკვების ფესტივალზე ერთი შეხედვით ყველაფერი ისეა, როგორც დამახასიათებელ ღონისძიებაზე. ფუდ ტრაქები, სურნელი, მაძღარი ხალხი, თუმცა მნიშვნელოვანი განსხვავებაა. ჩვეულებრივი სწრაფი კვების საფასურად ნამდვილი დელიკატესის გასინჯვა შეიძლება. ბიზონის ბურგერი. ბიზონის ხორცი გაცილებით ნაკლებად ცხიმიანია ვიდრე საქონელის. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ზედმეტად არ შეწვა. უმჯობესია საშუალოდ შემწვარი. ბიზონის ხორცი ძალიან სასარგებლოა, მაგრამ არა საფულისთვის. ფასი საქონელზე უფრო ცხოვრებაში პირველ ბიზონის ბურგერს ვსინჯავ. ძალიან საინტერესოა. მართალია ხომ, რომ უფრო მოტკბოა. მთლიანობაში ძალიან გემრიელია. მენიუში გვაქვს ბიზონის ბურგერი და ტაკო. თუმცა შესაძლოა შეგვიძლია უმის ხორცის ყიდვაც. კენდი მეუღლე ტროისთან ერთად ბიზონებს აშენებს. სულ რანჩო ბიტერრუთ ბიზონში 250 ცხოველია. საქმიანობა მომგებიანია, მაგრამ ველური ბუნებით გამოწვრთობილ მონტანის მცხოვრებლებს შორის არც ისე გავრცელებული. არ სურთ ბიზონების მოშენება. ერთი მარტივი მიზეზის გამო. მათი ეშინიათ. თვლიან, რომ შეიძლება გაიქცეს, მაგრამ ასე არ არის. ჩემი ბიზონები 18 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ გაიქცნენ. თუმცა შიშს ცდარს ვერ ვუწოდებ. მონტანაში ბიზონებს დათვივით სახიფათოდ თვლიან. მაგრამ არა ტროი. ისინი ჩემი სიყვარულები არიან. ეს არის დოზერი და მარჯვნივ კიდევ ერთი მეგობარი, რომელიც სამწუხაროდ ცოცხალი აღარ არის. ბიზონს პატივით ვექცევით, თუმცა მანძილს ვინარჩუნებ. არ დავიწყებ უარყოფას იმისა, რომ მათი მეშინია. უბრალოდ ბიზონებთან საქმიანობას ტროის ვანდობ. რანჩოს ამბავის შემთხვევით დაიწყო. ტროის ზურგზე ოპერაცია დასჭირდა. ნეიროქირურგის კაბინეტში ბიზონის ფოტო დაინახა. აღმოჩნდა, რომ ექიმსაც და პაციენტს ძალიან უყვართ ეს ცხოველი. საერთო ინტერესი ბიზნეს თანამშრომლობად გადაიქცა. ნეიროქირურგი კრის მაქსი ინვესტორი გახდა. ტროიმ კი რანჩოზე მეურნეობას ხელი მოჰკიდა. თავდაპირველად მხოლოდ ბიზონების მოშენებით საქმიანობდი, მაგრამ ამ საქმეში ადრე თუ გვიან ხორცის გაყიდვა გიხდება. სასაკლაო ძალიან მძიმე ამბავია, მაგრამ ამის გარეშე თავს ვერ გაართმევ. მონტანაში ადგილობრივი ფერმერებისთვის სოფლის ყოფა უახლეს ტექნოლოგიებთან მეზობლობს. რანჩოდან 15 წუთის სამგზავრო მანძილზე სოფლიოში უდიდესი ცეცხლის კვლევის ლაბორატორია მდებარეობს. ჩვეულებრივ ტყის ხანძრის შესახებ როგორც უარყოფით მოვლენაზე ისე ვფიქრობთ და მრავალ შემთხვევაში ასეც არის. განსაკუთრებით თუ მახლობლად სახლები და ინფრასტრუქტურაა. მაგრამ ზოგჯერ ცეცხლი საჭიროა ეკოსისტემის მხარდასაჭერად. ეს ხეები გარდასახვისთვის უნდა დაიწვას. გირჩებში თესლებია და ფიჭით არის შეწებებული და მხოლოდ მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების ქვეშ ფიჭა გადნება, თესლი გამოთავისუფლდება და გარეთ გამოვა. რომ არა ადამიანი ხანძარს საერთოდ არ ჩავაქრობდით. ხანძარი საჭიროა. ეს არის ბუნება. მისულში ცეცხლის ლაბორატორია უკვე 70 წელია ცდილობს კითხვას გასცეს პასუხი, რომელიც ადამიანს ათასობით წელი აღელვებს. როგორ ანთია ცეცხლი? მაღალი ტექნოლოგიისა და სისწრაფის საუკუნეში რატომ ვიცით მის შესახებ ძალიან ცოტა? ცეცხლით ფუნდამენტურ ფიზიკას ვიკვლევთ. ეს არის მთავარი კითხვა, რომლის პასუხსაც ვეძებთ. 22 მეტრის სიმაღლის ლითონის კამერაში მეცნიერებს ნებისმიერი ამინდის პირობის შექმნა შეუძლიათ, რათა გაარკვიენ თუ რა გავლენას ახდენს ცეცხლის განვითარებაზე ქარი, ტენიანობა და ტემპერატურა.
რესურს ბუნებას მეცნიერებისთვის კვლავაც საიდუმლოა. რატომ ედება ჰორიზონტს ძალიან სწრაფად ალის შვეული ბოძი, როგორც ცვლის ამინდს ცეცხლი? ზოგჯერ პასუხი შეიძლება სრულად მოულოდნელად იპოვო. მაგალითისთვის წიწვები ავიღოთ. დავუშვათ სრულად მშრალია, 15% ტენით. თუ წიწვი მიწაზე დევს, ცეცხლი მას არ შეეხება. ცეცხლისთვის მაინც ზედმეტად ტენიანი იქნება. მნიშვნელობა არ აქვს თუ რამდენი საწვავი და რა სიძლიერეს ცეცხლი იქნება. მას არ წაეკიდება. ხოლო მწვანე წიწვში 10 ჯერ მეტია ტენი, მაგრამ ხეზე ცეცხლი ადვილად მოედება და ვერ ვხსნით თუ რატომ. მეტი მზად არის, რომ ცეცხლს მარადიულად უცქიროს და გამოიკვლიოს. ცეცხლი ბავშვობიდან მიზიდავდა. მაშინ არ ვფიქრობდი, რომ მეცნიერი გავხდებოდი. შემდგომ კი უნივერსიტეტში ვსწავლობდი, სადოქტოროზე. ყველაზე მეტად მეცნიერება მიყვარს იმის გამო, რომ ადამიანის ცხოვრებას ცვლის. ნავთობწარმოების ინჟინერმა, პიტ დეარმონდმა, დასახლების ცხოვრება სრულად შეცვალა. თუმცა Bear Creek დასახლებასაც ძლივს თუ უწოდებ. უფრო მარტოხელა სახლს მთიანი გზის შუა. უახლოესი დიდი ქალაქი მეზობელ შტატშია. ამ ღმერთისაგან დავიწყებულ ადგილას ტურისტებისთვის რესტორნის გახსნაზე უფრო გიჟურ რამეს ალბათ ვერც მოიფიქრებ. პიცთან ყველაფერი ძალზედ უჩვეულოდ ჟღერს. ნავთობმოპოვებიდან რესტორატორამდე. ეს როგორ მოხდა? შვებულებაში 15 დღემდე ვატარებდი ხოლმე. 3 დღით ვბრუნდებოდი, შემდგომ კი კვლავ მივდიოდი სამუშაოდ. ცოლთან მეტი დროის გატარება მინდოდა. ვიფიქრეთ, იქნებ ერთად საქმე წამოგვეწყო. ამგვარად ბარი შევიძინეთ. პირველი ბარი არც ისე კარგი გამოვიდა. მექსიკურმა სამზარეულომ არ გაამართლა. როდესაც 20 წლის წინ რესტორნის გახსნა გადავწყვიტეთ, აქ 45 მცხოვრები იყო. ალბათ შემდგომ მოსახლეობა გაიზარდა. რა თქმა უნდა, ახლა 88 ვართ. ბიზნეს მოდელის სწრაფად გადამუშავება მოუხდათ. ბურიტოსი შემწვარი ხორცით ჩაანაცვლეს. პირველ დაკვეთებს ამ პატარა სამზარეულოში ასრულებდნენ. დღეს კი საღამოსთვის 200 სტეიკს ამზადებენ. წვნიანი ხორცი, სალათი და გამომცხვარი კარტოფილი. მარტივი რეცეპტი და მოსაუგნელი შედეგი. კაფემ სახელი მოიხვეჭა. პიცი რეკლამას არასდროს უკვეთავდა, თუმცა მისმა საიდუმლომ გამოცდილი მარკეტოლოგების მოლოდინს გადააჭარბა. გოჭების რბოლამ რესტორან Bear King Saloons თელს ამერიკაში სახელი მოუხვეჭა. ტურისტები უცხო ქვეყნებიდანაც კი ჩამოდიან, გოჭუნიების ასპარეზობის სანახავად. ოჯახით ვართ. მთელი ზაფხული ხუთშაბათიდან კვირამდე ყოველ საღამოს რესტორანში უამრავი ტურისტი ფსონს აკეთებს და გოჭებს გულშემატკივრობს. თუმცა თავიდან პიცის საქმე არც ისე კარგად მიდიოდა. შეფერხება მონტანის დოღის ასოციაციამ მოუწყო, როდესაც ასპარეზობის აკრძალვა მოითხოვა. მოითხოვდნენ, რომ ყველა რბოლა მათი საქმეა. იმხანად დოღი პოპულარობით არ სარგებლობდა და საკუთარი ბიზნესის დაცვას ცდილობდნენ. არ მოსწონდათ, რომ მეც დავიწყე მონაწილეობა. მაშინ ცალკეული კანონმდებლობის შემუშავება მომიხდა. მას გოჭების რბოლის შესახებ კანონმდებლობა ვუწოდე. რას ამბობდნენ, როდესაც ეს სახელი ესმოდათ? რა თქმა უნდა, იცინოდნენ. მრავალი ვერ იჯერებდა, რომ ამგვარი რამ საერთოდ არსებობს, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. გოჭების რბოლის შესახებ კანონის მიღებას მივაღწიეთ და გუბერნატორმა ხელი მოაწერა. რესტორნის კუთხეში შენიშვნების დაფა პიცის მთავარი სიამაყეა. სახელების ჩამონათვალი და სტიპენდიის რაოდენობა. სულ $130,000. რბოლაში ნაშოვნ ფულს პიცი ადგილობრივ სკოლის მოსწავლეებს აძლევს, რათა უმაღლესი სწავლების საფასურის გადახდა შეძლო. პირობა ერთია. სპეციალობა უნდა იყოს აგრარული ან ბიოტექნოლოგიური. ანუ ის, რაც მშობლიურ შტატს სჭირდება. მონტანაში სხვა შტატებთან შედარებით უფრო დამოუკიდებელი ხალხი ვართ. ეს არის განსხვავებული აზრის სახარში. ბევრი კონსერვატიული მოსახლეობაა, ბევრი ლიბერალიც, ბევრი ცენტრისტი. ვინაიდან ცოტანი ვართ, საერთო ენის გამონახვა ძალზედ გვიადვილდება და ერთმანეთისაგან საუკეთესოს ვიღებთ. განძის შტატი, მონტანის კიდევ ერთი არაოფიციალური სახელია, რასაც ხშირად ძველსა და იაფ ავტომობილის სანომრე ნიშანზე შეიძლება შეხვდე. აქ ბუნების სიმდიდრეს გაცილებით მეტად აფასებენ, ვიდრე მატერიალურ სიკეთეს. ეს არის ფერმერების ქვეყანა, რომლებიც მილიონრები არ გახდნენ. რესტორატორების, რომლებმაც დიდი ქალაქები მშობლიურ მიწაზე გაცვალეს და მეოცნებეების, რომლებმაც ბუნებისადმი სიყვარული ცხოვრების საქმედ გადააქციეს და თუნდაც ტურისტებისთვის ნაამბობ დათვების ამბავში მხოლოდ მცირედია სიმართლე, ხოლო კოვბოებს კინოში თუ ნახავ, ადგილობრივები კლავინდებურად შლაპებს იხურავენ. მონტანაში დოღი მართლაც უკვე უწინდელივით აღარ არის, მაგრამ ნამდვილი
ღვოური სული, თავგადასავლის წყურვილი და თავისუფლებისადმი სიყვარული კლავინდებურად ცოცხალია. აქ საკუთარ თავთან პირისპირ ყოფნა იციან და ბუნებასთანაც. მიიჩნევენ, რომ სიჩუმეში გაცილებით უფრო მეტი აზრია.